ოზონის შრის გავლენის შესასწავლად მკვლევრებმა დედამიწის კლიმატის სიმულაციათა კრებული გამოიყენეს. ატმოსფეროს ზედა ნაწილში მათ ოზონის რაოდენობა შეცვალეს და დედამიწის ტემპერატურას წონასწორობის ეკვილიბრიუმის მიღწევის საშუალება მისცეს. აღმოჩნდა, რომ ოზონის არსებობას პლანეტის ზედაპირის ტემპერატურაზე გათბობის ეფექტი აქვს და მას საშუალოდ დაახლოებით 3.5 კელვინით ზრდის. ოზონის შრე რომ გაქრეს, ამას ჩვენს კლიმატზე კატასტროფული გავლენა ექნება. ოზონის არარსებობის ძირითადი ეფექტი იქნებოდა ზედა სტრატოსფეროს გაციება. ცივი აირი ბევრ ტენს ვერ იჭერს და შესაბამისად სტრატოსფერო მშრალი გახდება. წყლის ორთქლი მნიშვნელოვანი სათბურის აირია და მის გარეშე დედამიწის მთლიანი სათბურის ეფექტი შემცირდება. დედამიწის ტემპერატურის ცვლილების გარდა ოზონის არარსებობას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს ზოგად კლიმატზეც. ოზონის არარსებობა და ამის გამო სტრატოსფეროს გაციება ასევე გამოიწვევს ატმოსფეროს ამ შრის დესტაბილიზაციას, რაც ხელს შეუშლის ღრუბლების წარმოქმნას. შედეგად ღრუბლები მხოლოდ დედამიწის დაბალ და მაღალ განედებზე გამოჩნდება. ამასთან ზოგიერთი ჭავლური ნაკადი ეკვატორთან გაძლიერდება, პოლუსების სიახლოვეს კი შესუსტდება. ამას დრამატული შედეგები ექნება ამიდის სეზონურ მახასიათებლებზე ყველა განედზე. დედამიწის ატმოსფერო მდიდარი კომპლექსური სისტემაა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ყველა კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბოლო წლებში ოზონის შრე არც ისე სტაბილურია. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ხელოვნური, ანუ ადამიანური ჩარევა ბუნებაში. მაგალითად 2020 წელს ანტარქტიდის კონტინენტის თავზე ოზონის შრეში უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა. ჩვენი პლანეტის პოლუსების თავზე ძალიან მაღლა მორებივით ბრუნავს ჰაერის სწრაფი დინებები, რომლებსაც ჭავლურ ნაკადებს უწოდებენ. 21 საუკუნის დადგომამდე სამხრეთ პოლუსის თავზე ოზონი გამოილია და იქაური ჭავლური ნაკადი უჩვეულოდ სამხრეთით გადასწია. შედეგად შეიცვალა ნალექების მახასიათებლები და ოკეანის დინებები. თუმცა მონრეალის პროტოკოლის გაფორმების შემდეგ ჰაერის ეს მიგრაცია უეცრად შეჩერდა. მონრეალის პროტოკოლი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და ატმოსფეროში გაჟონვის შეჩერების ან შემცირების მიზნით შეიქმნა. ჭავლური ნაკადის შორს გადაადგილების უეცარ შეჩერებას მხოლოდ ოზონის ცვლილება ხსნის. თუმცა შეიძლება ზეიმი დიდხანს არ გაგრძელდეს. გასულ წელს ანტარქტიდის ოზონის ხვრელი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაბატარავდა, მაგრამ პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის და ამ აჩვენებლის მიზეზი შეიძლება გარკვეულწილად უჩვეულოდ ზომიერი ტემპერატურა იყოს ატმოსფეროს ამ ზედაფენაში. თუ ჩვენ მიმოქმედებთ გლობალურად და დაუყოვნებლივ, შეგვიძლია შევაჩეროთ და უკუაქციოთ კიდეც ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენვე გამოვიწვიეთ. გამოიწერეთ